მოგესალმებით. მოგეკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით, მადლობებით თქვენი აქტიურობისთვის და დღეს გავაკეთებ გაშლას ესეთ შეკითხვაზე. რას გეტყვით, როცა ის დაბრუნდება, როცა ის გამოჩნდება ყოველ თქვენ ცხოვრებაში? უბრალოდ ახლა ვფიქრობ რომელი დასტოვოთ. მოდი ეს იყოს პირველი ვარიანტი. აი ეს დასტა. და ეს იყოს მეორე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი ვარიანტი, პირველი და მეორე. რას გეტყვით, როცა ეს ადამიანი დაბრუნდება? იმედი მაქვს ჩაიფიქრეთ უკვე. მე კი დავიწყე პირველი ვარიანტით. ადამიანი გეტყვით იმას, რომ მის განცდებში, მის ემოციებში, მისთვის არ დამთავრებულა ეს ურთიერთობა. გეტყვით იმას, რომ მუდმივად აი ამ პაუზის თუ აი ამ გაბუტულობის პერიოდში ხო რა ვიცი როგორ ხართ, სულ გქონდა იმის იმედი, რომ თქვენ ისევ შერიგდებოდით. გეტყვით იმას, რომ სულ თქვენზე ფიქრობდა, რომ ემოციები კიდევ აქვს, რომ შეცდომა იყო ის, რაც თქვენს შორის მოხდა, რომ ესე არ უნდა დაპაუზებულიყო და არ უნდა გაწყვეტილიყო თქვენი კომუნიკაცია და კონტაქტი, ხო, რაც გაგაჩნიათ ერთმანეთთან. ასევე გეტყვით იმას, რომ თითქოს ასეთ რაღაცის თქმა უნდა, რომ მოვიდე დრო, სადაც პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ ორივე, აი ამ ურთიერთობაზე ერთდროულად. იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ ურთიერთობაში ერთი მხარე უფრო იყო წამყვანი, აქტიური და ამ ურთიერთობის გამწევი, და მეორე იყო რაღაცა აბსოლუტურად აი ესე რაც იქნება განწყობით. ძალიან პასიურად და რაღაცნაირად მგონია რომ პასიური უფრო ეს ადამიანი იყო წარსულში და ეხა ეგ გაიაზრა რომ ურთიერთობას მარტო ერთი ადამიანი ვერ წაიყვანს და მოდი გავაკეთოთო ერთადო და გამოვიყვანოთო ეს ჩვენი ამბავი და ურთიერთობაო ესეთ რაღაცა სიტყვის და ბევრად უფრო გახსნილი შემოვა თქვენ ცხოვრებაში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა ხოლმე და ვიდრე ამას აქამდე ამბობდა, ნაკეთებდა, ხო? თავის გრძნობების გამოხატვასაც დაიწყებს იმასთან შედარებით ყოველ შემთხვევაში, რაც აქამდე ხდება ხოლმე, რაც ხდებოდა უფრო სწორედ. და გეტყვით იმას, რომ რეალურად შეიძლება ესეთ რაღაც გააჟღეროს, რომ აი მე გავიგე შენზე, რომ აი რაღაცა წინ წასულხარ, რაღაცები შეგიცვლია ცხოვრებაში, შეიძლება სამსახურებრივად რაღაცა ან სხვა პოზიციაზე მუშაობთ, ან სამსახური შეიცვალეთ. ნუ რაღაცნაირად უფრო სხვა ეტაპზე გადახვედით და წინ წახვედით ცხოვრებაში და საერთო ნაცნობები თუ გყავთ, ამ ადამიანმა შეიძლება მათი წყალობით ეს გაიგო და აი მაგასაც იტყვის და აღნიშნოს, რომ აი მე გავიგე, რომ შენ რაღაც ესეთი საინტერესო ცვლილებები გქონია, გილოცავ, თუნდაც ეს მოლოცვაც შეიძლება იყოს მისი მხრიდან. კიდევ გეტყვით იმას, რომ
არ უნდა თქვენთან კომუნიკაციის გაწყვეტა და უფრო გააჟღერებთ და დაგანახებთ იმ ზაობასა და სურვილს, რომ მოდი გავაგრძელოთ, ვცადოთ. აი ნახე რაღაცა გეგმა მაქვს და შენც თუ გინდა შეგვიძლია რომ ვცადოთ. და სხვათა შორის მართლა რაღაცა მიზნები და გეგმები შეიძლება რომ ამ ადამიანს ჰქონდეს თქვენთან მიმართებაში. სავსებით შესაძლებელია. გეტყოდათ იმას, რომ თქვენ მისთვის ძალიან შესაფერისი პარტნიორი ხართ, რომ თქვენ ძალიან დაიხვეწეთ, განვითარდით, ბევრად უკეთეს ადამიანად იქეცით და ეხლა კიდევ უფრო მეტად დაგაფასათ, ვიდრე აქამდე. არიცი ვიღაცამ შეიძლება ბინა გაყიდა მაგალითად ან ბინის ყიდვას აპირებს. არ ვიცი რაღაცა ის სახლის ყიდვა გაყიდვა ძალიან აქტიურად წამოიჭრა ახლა ამ ვარიანტში. ასევე იტყოდა იმას, რომ აი ეს უშუალოდ თქვენ შორის რა კონფლიქტიც მოხდა, შეიძლება იმ მაგ საკითხს მიუბრუნდეს, გაგახსენოთ რაღაცნაირად. რა უნდა რა არასვენებს. იცით რა არის თუ კონფლიქტის დროს რამე უთხარით ამ ადამიანს ძალიან ეგოზე და თავმოყარებაზე მოხვდა. ძალიან თანაც და აი რაღაცნაირად შეიძლება მაგ საკითხს ძალიან მიუტრიალდეს. ძალიან ისე აი გულში აქვს რაღაც ჩახვეული. და რაღაცნაირად გაგრძნობინეთ, რომ იცი რა შენ რო ეგრე მითხარი, ან რაღაც აი ან ეგრე რომ მოიქეცი თუ გააკეთე, აი თქოს უნდა რომ თქვენში ცოტა დაინახოს სინანული, რომ აი თქვენ წუხართ თუ არა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ შორის მოხდა და თუ დაინახა თქვენი მხრიდან ეს განწყობა, რომ სინამდვილეში მის მიმართ პატივისცემა გაგაჩნიათ და თქვენი მიზანი არ ყოფილა მისი შეურაცხყოფა ან რაღაც ესეთი, შეიძლება რომ უფრო გაიხსნას კომუნიკაციაში, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ როცა ის მოგწერთ და დაგიკავშირდებათ, რაღაცა აი ცოტა ესე წაკამათება და ერთმანეთის წაკაბენაც შეიძლება რომ მოგიწიოთ, მაგრამ აქ რაღაცა ძალიან ესეთ დიდ შელაპარაკებას და კონფლიქტს ვერ ვხედავ, ეს იქნება უფრო რაღაცა აი ბრჭყალებში ნამიოკებით წაკაბენები რა, აი თქვენ რომ მიხვდებით რომ წარსულის რაღაც ამბავს გახსენებთ, აი ეგეთი. მაგრამ მაგას ისე გააკეთებს, რომ ძალიან არ ჩაუღრმავდება, იმიტომ რომ მაგის მიზანი არ არის კონფლიქტში შემოსვლა თქვენთან, მაგას უბრალოდ უნდა თქვენთან ურთიერთობის შენარჩუნება და როგორღაც თქვენი დარწმუნება და დაყოლება იმაში, რომ მას კიდევ ერთი შანსი მისცეთ. მისი მიზანი არის ეს. რას გეტყვით, როცა ეს მოვა და იმას, რომ რაღაც გეგმა აქვს, მიზანი თქვენთან მიმართებაში, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მისცეთ მას, ასევე წარსულის რაღაც ამბავს თან ესე ირონიით, სიცილში შეგახსენებთ და მიგანიშნებთ იმას, რომ
ამ ამბავში ორივე თანაბრად დამნაშავე ხართ, რაც შეგემთხვათ და ეგ არის ძირითადად ეხლა დასკვნის სახით რაც შეგვიძლია რომ ვთქვათ ამ ვარიანტში, ხო? ლაიქებში და კომენტარებში გელოდებით პირველ ვარიანტს. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით და მეორე ვარიანტზე გადავალ. მეორე ვარიანტი როცა დაბრუნდება რას გეტყვით ეს ადამიანი? მეორე ვარიანტი რას გეტყვით ადამიანი როცა დაბრუნდება? რას გეტყვით და ჯერ ერთი ძალიან მოულოდნელი იქნება ამ ადამიანის გამოჩენა. ისეთ დროს მოვა, როცა თქვენ მართლა რო არ მოელოდებით და საერთოდ რო არ წარმოიდგენთ, რომ ეხლა იმ წუთას შეიძლება რომ თქვენ მოგწეროთ ამ ადამიანმა ჯერ ერთი. მეორე მისი მოწერილი იქნება კარგად ესეთი მოწერილი თუ დარეკილი თუ შეხვედრა ხო როგორც არის. ყოველ შემთხვევაში წინასწარ კარგად დაფიქრებული, ასე აწონილ-დაწონილი სიტყვებით, ფრაზებით, აი კარგად დავარცხნილ დალაგებული აზრებით, ხო? ასეთი განწყობით მოვა ეს ადამიანი და დაგიწყებთ თქვათ საუბარს. ასევე მგონია რომ რაღაცნაირად ძალიან ესე თბილი რომანტიულიც ძალიან ესეთი ლოიალური განწყობით შეიძლება რომ მოვიდეს ეს ადამიანი თქვენამდე. და თქვენი მხრიდანაც ძალიან ესეთი დახვედრა ექნება ამ ადამიანს. აი თქვენ ძალიან მშვიდად იღებთ ამას, რაღაცა აქ და დიდი ესეთი დაძაბულობა და ნეგატივი თქვათ, რაც ეხა პირველ ვარიანტში უფრო ჩანდა. თელს ეხა სანტა-ბარბარა არც იქ არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ მეორე ვარიანტში თქვენი მხრიდანაც არის იმის მზაობა, რომ აი თქვათ რომ გამოშთება და მოbrunდება ეს ადამიანი, თქვენც რაღაცა ესე ბედნიერად დახვდეთ და შინაგანადაც მგონია რომ აი ინას წარვეგრძნობთ რეალურად როგორი სცენარით შეიძლება წარიმართოს თქვენი და ამ ადამიანის ურთიერთობა. და აი შინაგანადაც გრძნობთ რეალურად. ანუ ტარო გეუბნებათ იმას, რომ შენ თვითონაც ხო იციო. აი რაღაცა ესეც იტყო და ეხა ტარო. ხმამაღლა საუბარი რომ შეეძლოს, ხო? ასევე გეტყვით იმას, რომ ცოტა ჩავეძებთ, ხო? გეტყვით ეს ადამიანი ხო აი აქაც იყო და მაინც ჩავეკითხე. გეტყვით იმას, რომ ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს ახლა ამ ადამიანს. ძალიან ბევრი პასუხისგებლობა, ვალდებულება. შეიძლება ახლა მომენტისთვის იყოს დაკავებული რაიმე ისეთი აქტივობით, რაც მისგან ბევრ დროს ფინანსურ და ფიზიკურ ენერგიას რომ მოითხოვდეს. ნუ რაღაცაში ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს დებს და რაკიღაჯერ შედეგი არ მიუღია ამ ადამიანს, აი ეს მისი ყურადღებაც მაქსიმალურად ამ ამბავზე არის მიმართული, რომ საბოლოოდ გამოუვიდეს და რაღაცნაირად აი თავის ცხოვრების რუტინაში ჩაგახედებთ ადამიანი, აი რაღაც სახლის რემონტით შეიძლება იყოს აქ იცით.
ან თუ რაღაცა ესეთ შენებლობასთან რამე კავშირი აქვს ამ ადამიანს, რამენაირად. Let's get to the rest of the menu. What's more content? უფრო გეტყვით იმას, რომ აი შემოგჩილებს თავის ცხოვრებას და ყოფას. და ძირითადად საუბარი იქნება მის რაღაცა ამ სამსახურებრივ ფინანსურ სიტუაციაზე, მდგომარეობაზე. და აი რაღაცას ელოდება ეს ადამიანი, რაღაცა უნდა დასრულდეს ისეთი შედეგით, რაც ამ ადამიანს მიზნად დასახული, რომ მერე მივიდეს ცხოვრებაში რაღაც კონდიციამდე და რაღაც მდგომარეობამდე და ნუ ეხლა რადგან გიზიარებთ ამ ყველაფერს, ავარდოთ თქვენც მისი მომავლის გეგმების ნაწილში ხართ უბრალოდ, ჯერ ეს რაღაცები უნდა მოაგვაროს და აალაგოს თავის ცხოვრებაში და მერე რაღაცები შეიძლება რომ მოგვარდეს, ხო? კი ბატონო. კიდევ არის რამე ის თქმაც გინდა. რისი თქმა უნდა ტაროს ამ შემთხვევაში ოღონდ და არა თვითონ თქვენ შაფიქრებულ პიროვნებას, ტარო გიტყოდათ იმას, რომ ეს ადამიანი იმაზე უფრო დაკვირვებულია და იმაზე უფრო მეტად ჩაციკლული ხასიათი შეიძლება გქონდეს, უთქო თქვენ წარმოვიდგენთ და რას ვგულისხმობ ახლა ამ ჩაციკლულ ხასიათში? ჩაციკლული არ არის სწორი სიტყვა პრინციპში. აიცით როგორი მეწვრილმანიც არა. ალბათ უფრო უნდობი, მე ესე ვიტყოდი. უნდობი, იმიტომ რომ აი ყველაფერი უნდა იცოდეს. ყველანაირ ინფორმაციას უნდა ფლობდეს პარტნიორზეც, მეგობარზეც, თანამშრომელზეც. აი ძალიან უჭირს ამ ადამიანს უპირობოდ რომ ვინმეს ენდოს ესე მარტივად და ამიტომ სულ ცდილობს რაღაცის მოსმენას, წაკითხვას, გაგებას. აბა ეხლა სადმე იქ რამე ხო არ მოხდა, რამე ხო არ გამორჩა, ხო არ გამოეპარა თქვენ ცხოვრებაში, ხო ხვდებით? და ეხლაც ამ მომენტისთვისაც კი როცა თქვენ პაუზაზე ხართ, იცოდეთ რომ ეს ადამიანი სულ ცდილობს თქვენზე ინფორმაციების მოძიებას, აი სტალკված სოციალურ ქსელებში, საერთო ნაცნობებისგან თქვენზე რაღაც ინფორმაციების გაგება და ნუ აი ნებისმიერი ფორმით შეიძლება ამას აკეთებდეს ადამიანი და მისთვის არანაირი რაღაცა მორალური დილემა ამ ნაწილში შეიძლება არ არსებობდეს და არ არსებობდეს და შეიძლება ვერც აღიქვავდეს, რომ ეს თქვენს პირად სივრცეში უხეშად შემოჭრა, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს მარტო თქვენ არ გეხებათ, ზოგადად ესეთი ხასიათის ადამიანია. კი. კარგით, ახლა მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით, კომენტარებში, ლაიქებში გელოდებით. პირველ ვარიანტს პირადი ინდივიდუალური კონსულტაციების შემთხვევაში დამიკავშირდეთ ნომერზე 511-91-91-78, ანუ რაც ვფიქრობდი, დამომწდაპირველი ვარიანტი. კარგით, დროებით წარმატებებს გისურვებთ, ნახვამდის ბედნიერად.